სვანაძის ქუჩაზე დედაქალაქის მერიც იმყოფებოდა. დავით ნარმანიამ გამგებლებს კონკრეტული დავალებები მისცა. დედაქალაქის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებითი თავშესაფრებით უზრუნველყოფს. დავით ნარმანიას ინფორმაციით მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სასწრაფოდ, როგორც კი აღიწერება ინფორმაცია პერიოდულად გავაჯამოთ და შესაბამისად ფონდიდან დაფინანსების გამოყოფა ამ ოჯახებისთვის, რომ ხო, წარდგინებები გააკეთეს გამგეობებმა, რომ შესაბამისად სწრაფად მოვახდინოთ ამ ოჯახებისთვის გარკვეული მატერიალური საშუალებების მიცემა, რომ იყიდონ ელემენტარული რაღაცები, რაც არსებობდა რეაქციაში. მოკლედ, ვეხმარებით ყველა ოჯახს. და მუშაობთ თითოეულ დაზიანებულ რაღაცას. გამოიყო პასუხისმგებელი მოადგილეები, რომლებიც ერთის მხრივ იმუშავებენ მოსახლეობის ზიანის შეფასებაზე და მოსახლეობის მაქსიმალურ ხარდაჭერაზე, მეორეს მხრივ მეორე მოადგილე იმუშავებს შესაბამის ჯგუფთან ერთად დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამონთავისუფლებაზე, ნაშალი მასალისგან, ხეებისგან და შესაბამისად დათვლაზე ამ ზიანისა, რათა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ფინანსურ მაჩვენებლებამდე დავიყვანოთ და შესაბამისი დაფინანსება მოვიძიოთ, რათა დავიწყოთ სწრაფად აღდგენასთან და მოსახლეობის ხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხებით.